მოგესალმებით ყველას, ეს რუბი ტარო არხია, მე რუბი ვარ. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება ვინ შემოვა პირადში დეკემბრის თვეში. დღეს გვაქვს ამ პოზიციანი გაშლა, თქვენს წინაშე არის პოზიციები, როგორც ყოველთვის ირჩევთ ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით. ჩაწერილ ვიდეოებს რაც შეეხება შეგიძლიათ უყუროთ ხოლმე. რადგან ვიდეო თქვენზე რეზონირებს მაშინ, როდესაც უსმენთ და კავშირში არ არის ის საით, როდის არის განთავსებული და ვისაც გსურთ პირადი კონსულტაცია, შეგიძლიათ მომწეროთ მესენჯერში დეტალებისთვის. Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის როგორც ვიდეოს აღწერაში, ასევე კომენტარების ველშიც. დავიწყოთ პირველი პოზიციით, შემოპირველებო, ვნახოთ ვინ შემოვა თქვენს პირადში დეკემბრის თვეში. და თქვენ აქ მოდიხართ კვერთხების დედოფლის არკანში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ იქნებით ძალიან მაგნიტური, მიმზიდველი, დაუვიწყარი. ძალიან ბევრი ადამიანისთვის დეკემბრის თვეში საკმაოდ აქტიური დაინტერესება წამოვა თქვენს მიმართ და აქ პირდაპირ მიგვანიშნებს საწყისი არკანი, რომ თქვენი შარმით, მომხიბვლელობით, ენერგიით, ჩაცმის სტილით, ვიზუალით ძალიან დიდ ეფექტს მოახდენთ ნებისმიერ პიროვნებასთან, რომელთანაც უბრალოდ კომუნიკაციაში შეხვდეთ. შეიძლება იყოს მაღაზიები, შეიძლება იყოს უბრალოდ თქვენ საქმეზე სადმე გახვიდეთ და იქ ყველას ყურადღება მიიპყროთ და თქვენთან ურთიერთობის დაწყების ან გაგრძელების სურვილი ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდეს. კი ბატონო, ეს კარგია. აქ რატომღაც მოდის ასევე კვერთხები, ეს არის პირდაპირ მიმანიშნებელი ისევ და ისევ, რომ თქვენ ძალიან ბევრ ახალ ადამიანს გაიცნობთ. ძალიან ბევრ ასე ვთქვათ, პიროვნებას გაეცნობით, შეიძლება ისეთი სამსახური გაქვთ ახლა, ან შეიძლება რაღაც აქტიურად დაიწყეთ სოციუმში გასვლა და ბევრ პიროვნებასთან მოგიწევთ ურთიერთობა, იმიტომ რომ აქ ამ თვეში რაღაც კონკრეტული პიროვნება ეს გამოჩეულად თქვენს პოზიციაზე არ მოდის. მოდის უბრალოდ ძალიან ბევრი ვარიანტები, კომუნიკაცია ძალიან ბევრს ენდომება და თქვენი სურვილი იქნება იქიდან ვისთან როგორ ურთიერთობას წამოიწყებთ. აი ეს ამის შესაძლებლობა ძალიან დიდი იქნება. ყურადღების ცენტრში ყოფნა, სიახლეები და არჩევანი. შეიძლება ამდენმა შემოთავაზებებმა, ამდენმა ყურადღებამ ცოტა თქვენში გამოიწვევს ის შეგრძნება, რომ თქვენ დაიღალეთ. მოდი ვიკითხოთ პირდაპირ, თუ იქნება ვინმე კონკრეტული ადამიანი, ვის მიმართაც გექნებათ კონკრეტული ინტერესი. სხვათა შორის აქ არის პიროვნება, რომელსაც არ შეუძლია თქვენი დავიწყება, რომელიც ძალიან დარდობს თქვენს დაკარგვას, თქვენთან ურთიერთობის გაჩერებას დღემდე, მის გონებაში აქტიურად ცოცხლობს და მისგან შემოვა ზარი და შემოთავაზება. მაინც გამოჩნდა წარსულის ენერგია, რომელიც თითქოს არის არსებობს ადამიანი, რომელიც თქვენთან ურთიერთობის ხელახლა წამოწყების იმედს არ კარგავს და ისევ რაღაც მოგონებებით ცხოვრობს და მისგან ისევ შემოთავაზება მოდის. არის ესეთი სიტუაცია, აქაც გამოჩნდა, თუმცა სიახლეებით ძალიან ბევრი და მასშტაბური იქნება თქვენთან, მაგრამ აი ეს პიროვნება რაღაცნაირად ისევ თქვენს გარშემო იტრიალებს, ძალიან მოჯაჭვული არის თქვენზე. შეიძლება დაბლოკილი ყავთ ეს ადამიანი და ახალი გზები იპოვოს თქვენთან მოსასვლელი, რადგან მას კომუნიკაცია ძალიან დააკლდა თქვენთან და არ შეუძლია, რომ რაღაც სათქმელი დარჩა, ისევ აქვს იმედი, რომ მასთან იქნებით. დეკემბრის თვეში გააქტიურდება პიროვნება, რომელიც აქტიურად ფიქრობს თქვენზე. აქ მიმანიშნებელი ფაქტორი ამოვიდა. მონეტების მეფე, ეს არის კურო ქალწული თხის რქა ან პიროვნება, რომელთანაც სტაბილური ურთიერთობა გქონდათ. სტაბილური ურთიერთობა შეიძლება იყოს ყოველდღიური მიმოწერები, ან მასთან უკვე მოახერხეთ რაღაც დონეზე დაახლოება, ხო?
თუმცა შეიძლება ძალიან დიდი დაპირისპირებით და უარყოფითი ენერგიით მოხდა მასთან განშორება. მაგრამ ეს პიროვნება ძალიან განიცდის დღემდე. ნახეთ როგორ არკანებში ამოდის, ეს არის მისი შინაგანი განცდები, იმის სურვილი, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ დაკარგული არ არის, მასში იმედი ცოცხლობს და რაღაცნაირად მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი შანსი არის, რომ სიახლეებისკენ წახვიდეთ, აი ეს ფაქტორიც იქნება. დაგემშვიდობებით პირველებო და მოდი გადავიდეთ ახლა მეორე პოზიციის განხილვა დავიწყოთ. მოგესალმებით მეორეებო და გავიგოთ ვინ შემოვა დეკემბრის თვეში თქვენს პირადში. სხვათა შორის აქ შემოდის თქვენ ცხოვრებაში ისეთი ადამიანი, რომელთანაც უეცარი კავშირის დამთავრება მოხდა. ეს შეიძლება იყოს იცით როგორი სიტუაცია, თუ მოგზაურობთ ქალაქიდან ქალაქში გადადიხართ, ქვეყნიდან ქვეყანაში გადადიხართ, ვიღაც გაიცანით იქ და შემდეგ უკვე კონტაქტი აღარ გაქვთ, ან დაკარგეთ ეს საკონტაქტო ან საიტი ან ნომერი დაკარგეთ, აი რაღაცა ისეთი მოხდა, რომ უცებ გაწყდა თქვენ შორის კომუნიკაცია და ეს ადამიანი არ არის თქვენი ქალაქიდან და არც თქვენი ქვეყნიდან. აი ეს ადამიანი დაბრუნდება და ხელახლა წამოიწყებს თქვენთან ურთიერთობას. ერთი ესეთი ადამიანი ჩემოდის, რომელიც გაიცანით თქვენი საცხოვრებელი ქალაქიდან შორს. შეიძლება ფლირტიც მოასწარით მასთან, ან რამდენიმე შეხვედრაზეც იყავით მასთან, მაგრამ უეცარი გაჩერება მოხდა სიტუაციის და ეს ენერგია ბრუნდება. ამ პიროვნებას იცნობთ. კიდევ სხვათა შორის აქ მოდის ესეთი ნათლად ჩანს აქ ინფორმაცია, რომ ამ პიროვნებასთან ურთიერთობის გაგრძელების იმედი აღარ გაქვთ და ეს ნამდვილად ადასტურებს, რომ ეს არის საზღვარგარეთ მყოფი პიროვნება, რომელთანაც შეიძლება კარგი რამდენიმე შეხვედრა გქონდათ და შემდეგ შეიცვალეთ ადგილსამყოფელი და თქვენ შორის ეს მიმოწერები, შეხვედრები გაჩერდა. ესეთი სიტუაცია ბრუნდება თქვენთან. და ნამდვილად ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობის კომუნიკაციის, ასე ვთქვათ, დეფიციტი გაქვთ ახლა და რაღაც თითქოს არის მოწონება, მაგრამ კავშირი არ ვითარდება, დეკემბრის თვე იქნება იმის შესაძლებლობების თვე, რომ კიდევ ერთხელ გადაავლოთ თვალი იმ კონტაქტებს, ვისაც უკვე აქამდე იცნობთ, რომლებიც დაბრუნდებიან რაღაც ხელახალი შანსების მოპოვებისთვის და თქვენზე იქნება დამოკიდებული, ცადოთ თუ არა, იმიტომ რომ ეს თვე უფრო იქნება ორიენტირებული თქვენთვის, იქით არის ფოკუსირებული, რომ ის რაც არაეწყო, ის რაც გაჩერდა, თითქოს ეს თვე მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ხელახლა რაღაცების ცადოთ. შეიძლება აქ იყოს კიდევ რამდენიმე ადამიანის დაბრუნება, რადგან აქ მოდის ძველი კონტაქტების აღდგენის პერიოდი. ვინ შემოვა თქვენს პირადში, კიდევ ვნახოთ. აქ ისევ და ისევ რაღაც ასეთ პასუხებს უბრუნდება ჩვენი ტარო, რომ ეს პიროვნებები არიან კომუნიკაცია რაღაც მომენტში გაქვთ, მე შეიძლება ეს კომუნიკაცია აღარ გადადის ახალ ფაზაში, შეიძლება მივიწყეთ ერთმანეთი და აი ამ თვეში შეიძლება ძალიან ბევრმა ადამიანმა ასეთი ტექსტებით შეგახსენოთ თავი, რომ ჰეი რაშვები როგორ ხარ, რამე ხომ არ შეიცვალა შენთან, აქეთ ხომ არ ხარ და აი რაღაცა ურთიერთობის გაგრძელების და ხელახალი აწყობის სურვილები გამოხატონ. ამ შემთხვევაში უფრო ახალ ნაცნობობასა და ახალ შესაძლებლობებს ვერ ვხედავ, უფრო აი ასეთი მდგომარეობები გექნებათ და ზოგიერთ მათგანთან შეიძლება სურვილი თუ გაგიჩნდათ, კარგი შედეგიც დადოთ.
დაგემშვიდობებით მეორეებო. მოდი გადავინაცვლოთ ახლა მესამე პოზიციის განხილვა. დავიწყოთ მოგესალმებით მესამეებო და გავიგოთ თქვენ შემთხვევაში რას გვეტყვის კარტი, ვინ შემოვა პირადში თქვენთან დეკემბრის თვეში. აქ შეიძლება უკვე ყავთ შერჩეული პიროვნება, რომელთანაც ან შეხვედრა გინდათ, ან მიმოწერის აღდგენა გინდათ, ან მიმოწერის გაუმჯობესება გინდათ, ან ურთიერთობაში შესვლა გინდათ. აქ არსებობს პიროვნება, რომელზეც ფოკუსირებული ხართ, რომელიც გამორჩეულად გიზიდავთ, გამორჩეულად მოგწონთ და მასაც აქვს ინტერესი თქვენს მიმართ და გაქვთ კომუნიკაცია. ნამდვილად არის თქვენს გულში ვიღაც ერთი და გამორჩეული. და დეკემბრის თვე გაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ ან შეხვდეთ, ან ერთად სადმე წახვიდეთ, ან კომუნიკაცია უფრო უკეთესი გახადოთ. იცით რა არის, აქ კარტი ნათლად გვიჩვენებს, რომ დეკემბრის თვე იქნება თქვენთვის ორიენტირებული იქნებით ერთ კონკრეტულ ადამიანზე, ვისთანაც ახლა რაღაც სახის ურთიერთობა უკვე არსებობს, როგორც გითხარით აღწერაში, სხვა ადამიანების გაცნობა და სხვა ადამიანებთან კომუნიკაციის სურვილს დიდად თქვენი მხრიდან ვერ ვხედავ, შეიძლება გამოხატონ თქვენს მიმართ ინტერესი, კომპლიმენტები, მაგრამ ვერ ვხედავ, რომ თქვენ sapasukho ენერგიით ვინმეს დრო დაუთმოთ და აქ გექნებათ, ასე ვთქვათ, აქცენტი, რომ ეს ურთიერთობა ასეთ ურთიერთობაში გადავიდეს, ან უფრო მეტად დაახლოვდეთ, ან ურთიერთობას სახელი დაარქვათ, ან შეთანხმდეთ ბევრ დეტალზე და თქვენს გულში ვინც არსებობს, იგრძნობთ, რომ მასთან უფრო მეტი დროის გატარება გინდათ, მეტ დროს დაუთმობთ ერთმანეთს, ბევრი შეხვედრები გექნებათ, შეიძლება სამოგზაუროდ წახვიდეთ ერთად, ვისთვისაც ეს აქტუალური თემა, შეიძლება ახალი წელი გაატაროთ ერთად და რაღაც უფრო წყვილში და ერთ ადამიანთან ურთიერთობაში ჩანს თქვენი თვის პროგნოზი. თუმცა იქნებიან კიდევ, რა თქმა უნდა, ადამიანები, რომლებსაც ასე ვთქვათ, თქვენი სილამაზე და მომხიბვლელობა არ გამოეპარებათ და უყურადღებოდ ნამდვილად არ იქნებით სხვების მხრიდან, მაგრამ თქვენ ჩათვლით, რომ ისინი საერთოდ ან უადგილო დროს გამოჩნდნენ, ან ნამდვილად არ გაქვთ იმის დრო, რომ სხვა ვარიანტების განიხილოთ, ან უბრალოდ შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თქვენი გული უკვე დაკავებული არის და ეს შემოთავაზებები უკვე მათი მხრიდან ჩათვალოთ, რომ არის პაჟური ენერგია, ნუ პაჟის ენერგია არის ენერგია, რომელსაც დიდად სერიოზულად არ აღვქვათ და არც სურვილი არ გვაქვს და მათთან კომუნიკაცია გააჩეროთ. ან შეიძლება იყოს ეს ისეთი მდგომარეობა, რომ დეკემბრის თვეში უკვე ოფიციალურად შეხვიდეთ წყვილში პიროვნებასთან და თქვათ თქვენივე სურვილით მოგიწიოთ, ან სურვილი გაგიჩნდეთ, რომ აი ეს ადამიანები, რომლებიც აქამდე რაღაც ასე ვთქვათ, ფლირტით და ემოციებით მოდიოდნენ თქვენთან, საერთოდ სიიდან წაშალოთ და გაფილტროთ და საზღვრები დაუწესოთ ბევრ პიროვნებას, იმიტომ რომ იგრძნოთ, რომ უკვე თავისუფალ ენერგიაში არ ხართ და სხვა პიროვნებებთან ურთიერთობა აღარ გჭირდებათ. აი აქ უფრო ესეთი თბილი და ჰარმონიული ურთიერთობის პერსპექტივა ამოვიდა კონკრეტულად ერთ ადამიანთან. დაგემშვიდობებით, რა თქმა უნდა, წარმატებებს გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე.